უფლებადამცველთა გაერთიანება ხელისუფლებას სპორტის დეპოლიტიზაციისკენ მოუწოდებს პრაიმ ტაიმში გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით სპორტულ ფედერაციებში ხელმძღვანელებს პოლიტიკური ნიშნით ირჩევენ. უფლებადამცველთა გაერთიანებას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით უპასუხა. სამინისტროში ამ წუთებში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ჯემალ ფარცახაშვილი. უფლებადამცველთა გაერთიანება ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მოხდეს სპორტის პოლიტიკისგან გამიჯვნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით სპორტულ ფედერაციებში მიმდინარეობს არა არჩევნები, არამედ დანიშვნები და მაგალითისთვის მას მოჰყავს საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები. ფედერაციის პრეზიდენტად იქნა არჩეული საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე. ჩვენ ძალიან ცუდი ტენდენციებს ვაკვირდებით ეხლა არა მარტო ამ სპორტში, არამედ სხვაგანაც, რომ ის, რაზეც ხალხი მიუთითებდა, რომ იყო შეცდომები, არ უნდა განმეორებულიყო, ერთ-ერთი გავს ქართული ოცნების ქმედებებს, რომელსაც ახორციელებდა ნაციონალური მოძრაობა. ამის ნათელი დასტური გახდავთ ბეისბოლის და სოფტბოლის ფედერაცია, რომლის პრეზიდენტად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი. ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით ორგანიზაცია ფლობს ინფორმაციას, რომ ცვლილებები სხვა სპორტულ ფედერაციებსაც შეეხება. მჟავანაძე აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა შეიცვლება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტიის, ანუ ქართული ოცნების წარმომადგენლების დანიშვნა და არჩევა მოხდება სხვადასხვა ფედერაციებში, მათ შორის ფეხბურთის ფედერაციაში გარდაუვალია სიჭინავას გადაყენება ეს არჩევნებით და ქართული ოცნებიდან იგეგმება პოლიტიკური ფიგურების, რომლებიც წარმოდგენილი არიან პარლამენტში, დანიშვნა აღნიშნულ თანამდებობებზე. უფლებადამცველთა გაერთიანებას რამდენიმე წუთის წინ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილის თამაზ თევზაძის განცხადებით აღნიშნული ბრალდება სრულიად უსაფუძვლო და აბსურდულია. არ ვერევით და შესაბამისად მე არ მაინტერესებს ამ წუთში ვინ იყო არჩეული. პირდაპირ გეტყვით, რომ ყველა ადამიანის უფლებაა იყაროს კენჭი პრეზიდენტობაზე. ჩვენი რეკომენდაცია დღიდან ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისა და შესაბამისად ჩვენი შეხვედრები, რომელიც მიმდინარეობდა როგორც ოლიმპიური სახეობის ფედერაციასთან, ისე არაოლიმპიური სახეობის ფედერაციებთან, ჩემი როგორც მინისტრის მოადგილის სპორტის დარგში, ასევე როგორც მინისტრის, იყო ცალსახა რეკომენდაციის სახით, რომ სამყაროს უნდა გადაეწყვეტა არჩევნები. არავითარი დანიშვნები ჩვენი მხრიდან მათ არ განხორციელებულა არც ერთ ფედერაციაში. ესეთია სამინისტროს პოზიცია. მე კი შევახსენებ მაყურებელს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ოფიციალურად 2015 წელს გაიმართება. მადლობ ჯემალ ფარცახაშვილი საუბრობდა.